ჩვენ ბუნდესვერს ისეთ არმიად გარდავქმნით, რომელიც ალიანსში მისაბაძი მოდელი იქნება. ჩვენ ფართომასშტაბიან ახალ აღჭურვილობას შევიძენთ და განსაკუთრებულ ყურადღებას ახალ ტექნოლოგიებს დავუთმობთ. რუსეთი ღამღამობით მასიურად და განზრახ ბომბავს უკრაინის ქალაქებს. გუშინ ღამით ჩვენ განვიცადეთ ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმები. ისინი პრაქტიკულად მხოლოდ სამოქალაქო ობიექტებს ესხმიან თავს. ეს არის ტერორიზმი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და აღარაფერი აქვს საერთო სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ომთან. ჩინეთისგან სამხედრო სათვალთვალო თვითმფრინავზე შესაძლო ლაზერული თავდასხმა სრულიად მიუღებელია. ჩინეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მინისტრს ჯერ არ წარუდგენია საბოლოო ანგარიში მათ შორის საუბრის შესახებ. საბოლოო შეფასებას ჯერ მე არ გავაკეთებ, მაგრამ ასეთი ინციდენტები აჩვენებს, რომ ჩვენც უნდა გავუმკლავდეთ ასეთ მოვლენებს და საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ გერმანულ თვითმფრინავზე ლაზერული თავდასხმის ამბავი. რომში კონფერენციის დროს ამ ეგრეთ წოდებულ მსურველთა კოალიციასთან ვიდეო კონფერენცია გვექნება და კიდევ ერთხელ განვიხილავთ უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდებისა და დამატებითი მხარდაჭერის დეტალებს. კერძოდ, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. ასევე გერმანიის მხრიდან შესაბამის შეთავაზებებსაც გავაკეთებ. როგორც ხედავთ, ჩინეთი სწრაფად აძლიერებს თავის შეიარაღებულ ძალებს. მათ აკვატორიაში ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებზე მეტი გემი დაცურავს. 2030 წლისთვის კიდევ 100 გემი ეყოლებათ. ამასთანავე 1000 ბირთვული ქობინი აქვთ. ეს სამხედრო იარაღები პეკინში უბრალოდ აღლუმების მოსაწყობად არ არის. ჩვენ ვიცით რა ამბიცია აქვს ჩინეთს. ისინი ტაივანზე კონტროლის მოპოვებას ისახავენ მიზნად. ეს ვარაუდი ეფუძნება ჩვენს მიერ გამართულ მრავალ დისკუსიას და რა თქმა უნდა ჩვენი წყაროებიდან ვიცით რომ სულ უფრო იზრდება რისკი იმისა რომ ჩინეთის პრეზიდენტი და კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი სი ძინპინი ტაივანზე თავდასხმამდე ჯერ მოსკოვს დაურეკავს მათ ყველაზე სანდო პარტნიორს ამ საქმეში და ვლადიმირ პუტინს თხოვს რომ ევროპის ამ ნაწილში ჩვენი ყურადღება გაფანტონ რა დროსაც ტაივანს მარტივად მიხედავენ.